1993 წლის 16 სექტემბერს რუსული არმიის რეგულარულმა ნაწილებმა, აფხაზურმა ქვედანაყოფებმა და ჩრდილო კავკასიელმა მოხალისეებმა სოხუმს ერთად შეუტიეს. სოხუმის აღების გეგმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბში იყო დამუშავებული. ძალები აშკარად არათანაბარი იყო, თუმცა აფხაზეთის დედაქალაქის დამცველები უკან დახევას არ აპირებდნენ. ქართველები დამხმარე ძალებს ელოდნენ. სოხუმში იმყოფებოდა სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე, თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი და მხედრიონის ლიდერი ჯაბა იოსელიანი. ისინი ქალაქის დაცვას პირადად ხელმძღვანელობდნენ. ალყა შემორტყმულ სოხუმში მშვიდობიანი მოსახლეობა ხაფანგში მომწყდეული აღმოჩნდა. დამხმარე ძალა სოხუმთან ახლოს ახალ დაბასთან ცდილობდა ალყის გარღვევას. თუ ოპერაცია წარმატებით დასრულდებოდა, მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქს დატოვებდა, ხოლო ოჩამჩირიდან სოხუმში დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა შევიდოდა. 180,000 სოხუმელის ბედი მთლიანად ახალ დაბაზე იყო დამოკიდებული. მაშინ, როდესაც სოხუმისათვის ბრძოლები გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა, დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გროზნოდან ზუგდიდში ჩამოვიდა და განაცხადა, რომ სოხუმს ის უშველიდა. მიუხედავად ამისა, სოხუმმა დახმარება ვერ მიიღო. 27 სექტემბერს ქალაქი დაეცა, ხოლო 30 სექტემბერს მოწინააღმდეგემ მთლიანად დაიკავა აფხაზეთი ენგურის ხიდამ. მშვიდობიანი მოსახლეობა, ვინც გაქცევა ვერ მოასწრო, ამოხოცეს. თბილისში დაბრუნებულმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ სოხუმი ღალატის გამო დაეცა. დღევანდელ ფილმში შეიტყობთ, თუ რატომ დაეცა სოხუმი. იყო თუ არა მართლაც ღალატი და რატომ არ დაეხმარა ქალაქს ოჩამჩირის ფრონტი, სადაც სულ ცოტა 5,000 მეომარი იდგა მძიმე ტექნიკითა და არტილერიით. რატომ არ გაგრძელდა ბრძოლა სოხუმის დაცემის შემდეგ დანარჩენი აფხაზეთის შესანარჩუნებლად? რატომ ჩააბარეს მტერს უომრად ოჩამჩირისა და გალის რაიონები? Teuxmet სექტემბერს, როდესაც სოხუმზე შტორმი დაიწყო, საქართველო რამდენიმე ნაწილად იყო გახლეჩილი და ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე მხოლოდ საქართველოს ნაწილს აკონტროლებდა. სამეგრელოში მთლიანად დევნილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მმართველობა იყო დამყარებული. ორი დაპირისპირებული ძალა 1991 წლის 21 დეკემბრიდან ებრძოდა ერთმანეთს. გამსახურდიასთვის ხელისუფლების დამხობის შემდეგ დასაყრდენად სამეგრელო და აფხაზეთი იქცა. იქ მცხოვრები ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა გამსახურდიას აქტიური მომხრე იყო. (1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში სახელმწიფო საბჭოს ჯარის შესვლის ერთ-ერთი მიზეზი გამსახურდიას მომხრეების დევნაც იყო. თუმცა იქ რკინიგზა იძარცვებოდა და აფხაზური ადმინისტრაცია საქართველოდან გამოყოფის სეპარატისტულ გზას ადგა. აფხაზეთში ჯარის შეყვანით თბილისი ამ პრობლემების ერთიანად გადაჭრას აპირებდა. რაც შეეხება აფხაზეთში შეიარაღებული ძალების შეყვანას, ეს არ ყოფილა მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის პირადი გადაწყვეტილება, როგორც ზოგიერთი ცდილობს დაამტკიცოს, ეს იყო კოლექტიური გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიიღო იმდროინდელმა მმართველმა კვარტეტმა, თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი, ედუარდ შევარდნაძე, თენგიზ სიგუა. სწორედ ასეთი თანმიმდევრობით, მათი იმდროინდელი რეალური ძალის გავლენისა და ბერკეტების გათვალისწინებით, მიზანი ამ გადაწყვეტილებისა მოტივი, ასე ვთქვათ, მათ შორის შეიძლება და ყოფილიყო ის, რომ შეცვლილიყო საზოგადოებრივი განწყობა, სამოქალაქო ომის განწყობა შეცვლილიყო სამამულო ომის განწყობით. იმავე სიტყვა მახსოვს, ქართველები ავტონომიური შემთხვევა, თუმცა ქართულ ჯარში ავტონომიური ავტონომებით და მე ერთი იგივრის 10 დღის შემდეგ კიდევ ჩამოვიდა თბილისში და თაროვის სახლზე ზახდნენ, სადაც ისიც საერთოდ დადი აღმასკომი და რაღაცები და დროშა იყო სახლის თავზე და ჩამოვიდა დროშა საჩუქრად გამოდო ფეხებთან. 14 აგვისტოს ომის დაწყებისთანავე ზვიად გამსახურდიამ დაგმო აფხაზეთში ჯარის შეყვანა. მას აფხაზებისა და ქართველების წინააღმდეგ მიმართული ავანტიურა უწოდა და მოუწოდა ყველას
დამდგარიყვნენ მცირერიცხოვანი აფხაზი ხალხის გვერდი. Срочно, чтобы никто не выезжал в телецентр, мы сами освободим. სოსოთორია დევნილ გამსახურდიას ახლდა ჩეჩნეთში. ის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი იყო ამ რესპუბლიკაში. დაგავიწყეთ აფხაზები ჩამოდიოდნენ. თავის დროზე სერგო ჩამოვიდა ჩვენთან. სერგო ჩვენთან იყო დიდი ხანი, ერთი კვირა დარჩა შამბა. ის განწყობა, ის რადიკალური განწყობა, ის დღეს რო აქ, დღეს რო სერგოს მოусვენ, ის საუბარი როგორია, ძალიან ძიმე მოსასვენია, არ იყო მაშინ ესეთი განწყობა. კიდევ იმედის ნაპერწკალი იყო დარჩენილი. და ჩვენ შევძლებთ ერთად ვიცხოვროთ. და ჩვენ ძმები ვარ და ჩვენ სულ ერთად ვიცხოვრობთ. Стороны якобы договорились о прекращении огня, о выводе войск хунты из Абхазии. ზვიად გამსახურდია 16 სექტემბრამდე ამ ომის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. აფხაზეთის ომი არა საქართველოს, არამედ შევარდნაძის ომად იქცა. აი ასე ორად გაყოფილი და დაპირისპირებული შეხვდა საქართველოს აფხაზეთის ომს. და ეს შედაპირისპირება გამსახურდიას ან შევარდნაძის გამარჯვებით კი არა, საქართველოს დამარცხებით დასრულდებოდა. ერთიანობის გარეშე ამ ომში გამარჯვება თითქმის წარმოუდგენელი იყო. ხოქწოდ ბიჭკუნი ზეგოფრე ამგერყოთ. В этот трудный для нашей Родины час я обращаюсь к каждому ее гражданину, какой бы он национальности ни был, встаньте на защиту Абхазии. თუმცა აფხაზებისთვის ეს ომი საქართველოს წინააღმდეგ ომი იყო. მათ მხარს რუსეთი უჭერდა. ეხმარებოდა ცოცხალი ძალით, ტექნიკით და გამოცდილი ინსტრუქტორებით. Кавказский флаг Приднестровской Молдавской Республики. საოცარი პარადოქსია, ხომ? თითქოს იმ დროს მოსკოვს არ ეცალა საქართველოსთვის, მიმდინარეობდა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა ელცინსა და მის მოწინააღმდეგეებს ყოფილ კომუნისტურ ნომენკლატურას შორის, მაგრამ რუსეთის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ კრიზისულ ვითარებაში მისი სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სპეცსამსახურები, ინარჩუნებენ გარკვეულწილად ავტონომიური მოქმედების, ავტონომიური მუშაობის რესურსს. მოსკოვს ერთადერთი ინტერესი ჰქონდა. საქართველო უნდა დასუსტებულიყო და ტრადიციულად მის სატელიტად დარჩენილიყო. აფხაზეთში დაწყებული ომი და გამსახურდია შევარდნაძის დაპირისპირება ამის საუკეთესო საშუალებას იძლეოდა. იმ დროს მოსკოვში არსებობდა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იური სკოკოვი. ეს არის ძალიან საინტერესო პიროვნება, უაღრესად ჭკვიანი, ძალიან ძლიერი მოთამაშე, ასე ვთქვათ, შთამომავლობით ჩეკისტი. იური სკოკოვმა შექმნა სწორედ ის კონფიგურაცია, რომელიც საშუალებას აძლევდა რუსეთის სპეცსამსახურებს ემუშავათ ყველა მოთამაშესთან, ყველა მხარესთან, როგორც სოხუმთან, ასევე თბილისთან, გროზნოსთან და რასაკვირველია ზვიადგამსახურდიას გარემოსვასთან, რომელშიც მას ჰყავდა ჩანერგილი თავისი აგენტები, როგორც გავლენის აგენტები, ასევე ეგრეთ წოდებული სექსოტები. და იური სკოკოვის ეს ჯგუფი ქმნიდა ისეთ ილუზიას, რომ მეომარ მხარეებს, მათ შორის სამოქალაქო ომის მონაწილე მხარეებს შეეძლოთ დაყრდნობოდნენ მოსკოვის რესურსებს გამარჯვების მისაღწევად. თუმცა ეს იმთავითვე ილუზია იყო, რა თქმა უნდა, მოსკოვი დაინტერესებული იყო მუდმივი დაძაბულობის, მუდმივი დაპირისპირების შენარჩუნებით და არა იმით, რომ ერთ-ერთ მხარეს საბოლოო გამარჯვება მოეპოვებინა, ისე რომ სანაცვლოდ მოსკოვს ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური დივიდენდები არ მიეღო. კავკასიაში მაშინ რუსეთი ერთადერთი მოთამაშე იყო. 1993 წელს ვაჟა ლოხკიფანიძე სახელმწიფო მეთაურის აპარატის უფროსი იყო. დასავლეთის ქვეყნების მაშინდელ პოზიციას ის კარგად იცნობდა. რუსეთთან დაპირისპირებისთვის მზად ისინი არ იყვნენ. და ისინი თვლიდნენ, რომ აქ კავკასიაში ჯერ ძალიან დიდია რუსეთის გავლენა, სხვადასხვა ისინი ჯერ კიდევ ეჭვის თვალითაც შესაძლოა უყურებდნენ აი ამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, რა განვითარდებოდა, აქ როგორი პროცესის განვითარდებოდა არ იცოდნენ, თუმცა მე ასე ვთვლი, რომ ეს თუ ძალიან ისეთი არ გამოახმამაღალი ჩემგან, ეს მე ვთვლი, რომ დასავლეთის შეცდომა იყო. შევარდნაძე სიტუაციის მართვას უკვე ამაოდ ცდილობდა. ყველა სამშვიდობო შეთანხმება რუსებმა და აფხაზებმა უხეშად დაარღვიეს. ომის შეწყვეტა მათ ინტერესებში უკვე აღარ შედიოდა. ამ ომის განმავლობაში აფხაზური სეპარატიზმის მთავარი მიზანი იყო აფხაზეთში ეთნიკური წმენდის განხორციელება.
მათ შესანიშნავად იცოდნენ, რომ ომის შემდგომაც კი, როგორც არ უნდა განვითარებულიყო პოლიტიკური ვითარება საქართველოს გარშემო, თუ ისინი შეძლებდნენ ეთნიკური წმენდის განხორციელებას, მაშინ მათი საბოლოო მიზანიც აფხაზეთის მოწყვეტისა საქართველოსგან განხორციელდებოდა და ეს მართლაც დადასტურდა. 11 თვიანი საბრძოლო მოქმედებების გამო ქართული ჯარი გადაიღალა და დასუსტდა. ფაქტობრივად ამოიწურა საარტილერიო, სატანკო და ჰაერსაწინააღმდეგო ჭურვები. ახლის შესაძენად კი ფული არ იყო. ქვეყანა მთლიანად დაინგრა. ხელისუფლება, რომელიც გამსახურდიასა და აფხაზების წინააღმდეგ ორ ომს პარალელურად აწარმოებდა, ბრძოლის გაგრძელებას ვეღარ შეძლო. ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისმა სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მაინც მოაწერა. შევარდნაძემ პასუხისმგებლობა პირადად იტვირთა. სოხუმში გაეროს დამკვირვებლები პირველად მაშინ გამოჩნდნენ. ხელშეკრულების მიხედვით მშვიდობის გარანტი რუსეთი. აფხაზეთი ქართულმა მძიმე ტექნიკამ მთლიანად დატოვა. თუმცა საქართველოში ომი არ შეწყვეტილა. აფხაზებთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ გამსახურდიასა და შევარდნაძის მომხრეებს შორის დაპირისპირება ახალი ძალით გაჩაღდა. ზუსტად გამსახურდია უკვე გროზნოდან საქართველოში ჩამოსასვლელად და ხელისუფლების დასაბრუნებლად ემზადებოდა. შევარდნაძე კი მისი მომხრეების საბოლოოდ განადგურებას ცდილობდა. მთავარი ბრძოლები სამტრედიასთან გაიმართა. მაშინ, როდესაც ქართველები სამტრედიასთან ერთმანეთს ესროდნენ, რუსებმა და აფხაზებმა ხელშეკრულება დაარღვიეს და სოხუმს შეუტიეს. ეს იყო ყველაზე დიდი და მასირებული შეტევა აფხაზეთის დედაქალაქზე. სხვა აირი და ხმელეთი მტერმა მთლიანად ჩაკეტა. სოხუმი ალყაში მოექცა. რუსებმა მოლაპარაკებებზე განაცხადეს, რომ ხელშეკრულების დარღვევა მათი ბრალი არ იყო. იმავე დღეებში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პაվել გრაჩოვმა შევარდნაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ომს მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირობით შეაჩერებდა, თუ რუსეთის 2 დივიზიონი შემოვიდოდა აფხაზეთში და მდინარე ენგურამდე განლაგდებოდა. ეს ფაქტობრივად აფხაზეთის ოკუპაციას ნიშნავდა. მოხალხეების ზოგადად მოიდება, მაგრამ ზოგადად რა დარჩენილი. ზოგადად ახოს პრობლემა არის, ხო? მე ფოთი ეს ყველაფერი ზავედგენ, ამიტომ ვაშოს ვარ უცხარეთ. თუმცა როცა ზოგადად სოხუმმა მითხრა, იქნება შეუსულიყო, მე დაიწყო ვაშოვის ზებნა. ტელეფონი მოგალაბარებდა, კიდევ ერთხელ გადავამოწმებინა. ამდენად რუსული იყო. ვაშოვი არ იყო. ჩემთვის საბანაოდ არისო, მე თქვენ სადღაც ისეოსო დავახალდი და მორჩავდი გავში ჩვენშორის გაწყდა. მე მახსოვს, როდესაც ჩემთან მოვიწვე ამერიკის და გერმანიის ელჩები, მათ პირდაპირ განიცხადეს, რომ და მე მათ მოუთხოვე, რომ იმოქმედეთ რუსეთზე, ბომბავენ რუსები თავიანთი თვითმფრინავებით, მათი მძიმე ტექნიკა, მათი ინსტრუქტორები, ცოცხალი ძალა. მითხრეს, რომ ახლა ჩვენო ელცინისთვის ხელი გვაქვს ჩავლებულიო, გვიჭირავს მისი მარჯვენა ხელი და აბობოქრებულ მდინარეს უნდა გავაცილოთ და გადავიყვანოთ მეორე მხარეს, რომ ისინი გულისხმობდნენ დემოკრატიას და არეულ რუსეთს იმ პერიოდში და გვეშინია რომ არ დაგვეხრჩოს. ამას თუ ხელს ერთი ხელით გვიჭიროს და მეორე ხელით თავში წარმოვარტყამთ პირდაპირას, ის შეიძლება დაგვეხრჩოს. ვითარების სირთულეს ყველა კარგად ხედავდა. სასწორზე აფხაზეთი. სოხუმის გადარჩენა ახლა მხოლოდ ქართველების გაერთიანებას შეეძლო. მთელი საქართველო და განსაკუთრებით ალყაში მოქცეული სოხუმელები იმ დღეებში მხოლოდ ერთი ამბის მოლოდინში იყვნენ. გუშინდელი მტრები უნდა გაერთიანებულიყვნენ და ქალაქის საშველად ერთად დაძრულიყვნენ. ახლა ხომ ყველაზე მეტად უჭირდა ქვეყანას. პოლკოვნიკი გურამ ლაკია გამსახურდიას გვარდიის შტაბის უფროსი იყო. 17 სექტემბერს ის სამტრედიაში შევარდნაძის მომხრეებს შეხვდა. ხვალ მოხსნათ დაპირისპირებული მხარეები ჩვენ ვართ.
მარჯვენა სანაპიროზე ცხენისწყლის, თქვენ მარცხენა სანაპიროზე. კობა-კობალაძემ რიონიდან აიყვანოსება. მე მოვხსნი ჭალაჯიჩი ყველას და რიონის პირას და მივდივარ აფხაზეთში. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ კობა-კობალაძე გამოვა ფოთიდან და წავა აფხაზეთში. 17-18 სექტემბერს ქალაქში თვითმფრინავებით მხედრიონის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ქვედანაყოფები ჩაფრინდნენ. პილოტები უდიდესი რისკის ფასად სვამდნენ ხომალდებს სოხუმის აეროპორტში. ქალაქის დამცველები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ძირითადი დამხმარე ძალები, რომლებიც სამეგრელოს გავლით უნდა წამოსულიყვნენ, ძალიან მალე მოვიდოდნენ. მათ მხოლოდ რამდენიმე დღე უნდა გაეძლოთ. ეს ჯარისკაცებს არ აშინებდა. საქართველოს გაიმარჯვა და მე დავლით ცოტა. ხო შეგვიძლია? ჩეკა დამტამ, მე დამბერდი. ამერიკაზე დამპანერა. გადახვეული სიტყვის დამპანერა. ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობა იყო გამოკეტილი. პირველ დღეებში თუ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ქალაქიდან გასვლა. შემდეგ ალყა სულ უფრო და უფრო ვიწროვდებოდა და ხალხი სოხუმს ვეღარ ტოვებდა. მთავარი გზა, საიდანაც მოსახლეობას ქალაქი უნდა დაეტოვებინა, მდინარე კოდორზე გადიოდა. ის აფხაზებს ყვარჩელიდან ჰქონდათ გადაკეტილი. მათი გადარჩენა მხოლოდ დამხმარე ძალას შეეძლო. მდინარე კოდორზე გზის გახსნით სოხუმი დამხმარე ძალას მიიღებდა, ხოლო ქალები, მოხუცები და ბავშვები სამშვიდობოზე გავიდოდნენ. ლოთიკობალიას დაქვემდებარებაში სულ მცირე 1200 მეომარი, 20 ათეულზე მეტი ჯავშარმანქანა, საარტილერიო და ჰაერსაწინააღმდეგო ტექნიკა იყო. ოჩამჩირეში იდგა ადგილობრივ მებრძოლთა 24 ბრიგადა. ნაურჯიქია ამ ბრიგადის მეთაურის მოადგილე იყო. ის, როგორც ამ ქვედანაყოფის წევრების უმეტესობა, გამსახურდიას მომხრე იყო. თუმცა ბრიგადა თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა. ჯიქიას ოჩამჩირის ფრონტზე განლაგებულ სამხედრო ძალთა თანაფარდობა კარგად ახსოვს. მე მყავდა 36 ერთეული артиллерия. ამდენი ერთეული ყავდა პირველ საარმიო კორპუსს. ეს 36 თუ მაგის ციფრი აღებული, ეს არის 72 ერთეული. არც ერთი არ ყავს აფხაზს. ჩვენ ყავს 12 ერთეული ტანკი. ამდენი 15 ერთეული BMP. ამდენი ავიღოთ პირველ საარმიო კორპუსი. ორი ცალი ყავს ტანკი აფხაზს. აი რა შეფარდება. KS-19-ები ქვემეხები. ZU-23, რომელიც დამონტაჟებული ჰქონდა NPLB-ებზე და ურალებზე, რომელიც აფხაზებს არც ერთი ყავდა. აი რა შეფარდება. ხალხი 1900 შეარაღებული ჩვენი, რომელიც ავტომატი ეკავა. იმდენივე თქვათ პირველ საარმიო კორპუსი, ეს გამოდის სადაც 4000, ხო? აფხაზს ყავს სულ 2500. რა პრობლემაა? თბილისიდან და ქუთაისიდან დაძრული სამხედრო ნაწილები სამეგრელოს გავლით ოჩამჩირის საკერე უნდა დაძრულიყვნენ და სწრაფად ჩართულიყვნენ საბრძოლო მოქმედებებში. გამსახურდიასა და შევარდნაძის მომხრეებმა თავიდან ერთად დაიწყეს მოქმედება. 19-ში დილით გერალ ყურაშვილის დაჯგუფება და ჩემი დაჯგუფება გადავიდით შეტევაზე. ისევ გავანთავისუფლეთ ტამიში და გავანთავისუფლეთ ალყაში მოქცეული დაბა კინდღი. ეს გავანთავისუფლეთ ჩვენ ეროვნული გვარდიის ძალებმა, მაგრამ ყურაშვილი თავისთავად რომ მოდიოდა, ის უქმნიდა საფრთხეს აფხაზთა დაჯგუფებას, ამიტომ ისინი ვერ გვიწევდნენ წინააღმდეგობა. მარტო მე რომ ყოფილიყო შეიძლება იმას გაეწია დიდი წინააღმდეგობა, მაგრამ როცა ყურაშვილი და ჩვენ ერთად ვიყავით, ისინი უკვე დიდ წინააღმდეგობას ვერ ვიწევდნენ და გარბოდნენ. ქართული შენაერთები მდინარე კოდორთან მივიდნენ. თუ შეტევა წარმატებით განხორციელდებოდა, ალყა გაიხსნებოდა. თუმცა ქართველებს შორის არსებული უნდობლობა არ გამხდარა. მოგვიანებით სწორედ ამ უნდობლობამ შეასრულა გადამწყვეტი როლი. შევარდნაძის ბრძანებით ფოცსა და სამტრედიაში მაინც დარჩნენ შეიარაღებული ძალები.
მათ წინააღმდეგ ისევ იდგა ქობალიას რაზმების ნაწილი. ჩვენ წარმოგიდგენთ, როგორც კი ჩვენ წავიდოდით, შეუერთდებოდით ამ სამთავრობო ჯარებს. უკავე მაშინ მოგვარგებოდა, დაიწყებოდა ხალხის ძარცვა, აქტიოგება. რატო? ეს რაღაც სტრატეგიაზე იყო, ისა დაგეგმილი რაღაცა იყო? რომ ასე უნდა გაგვენადგურებია მტერი, რომ ჩვენც უნდა დაერყას ომში? მე არ ვამბობ დამალულ რაღაცებს, რაც ყველა მიცით. ამას ვამბობ. 17, 18 და 19 სექტემბერს გამსახურდიას მომხრეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თბილისიდან დაძრული ნაწილების სამეგრელოს ტერიტორიაზე გატარების მოთხოვნით. ამის გამო დიდი დრო დაიკარგა. საბოლოოდ დაახლოებით 700 ჯარისკაცი სამეგრელოს გავლით აფხაზეთში შევიდა და კოდორისაკენ აიღო გეზი. დრო კი აღარ ითმენდა. სოხუმი უკვე ვეღარ უძლებდა შეტევას. ქალაქის დამცველთა რიგები სულ უფრო და უფრო თხელდებოდა. საჰაერო სივრცე მთლიანად ჩაიკეტა. უკანასკნელი დამხმარე ზალა, რომელიც სოხუმს ჰაერით უნდა მიეღო, აეროპორტში დაჯდომისას ააფეთქეს. კი, როგორ გადარჩით, კახო? ორასი მეომარი თვით მფრინავში ცოცხლად ჩაიფერდა. ხამე ჩვენ არ გვეძინა და მე პირადად არ მეძინა, იქ არიან მომსწრეები. სად არ ვიყავი ხარ რომელ პოზიციაზე, როგორც რიგითი ჯარისკაცი და ათეულის მეთაური, რომ ადგილობრივებისთვის შემართება და რა მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამაღლებინა და ბრძოლებით შეგვეჩერა. ყველა მონაკვეთზე ვიყავი. და პარალელურად ყოველ ღამე და ის მთავარი შტაბი თავის სამუშაოს 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა. არის მე ერთი კვირა არ დამეძინია და უკვე ვეღარ დავდიოდი ბოლო დღეებში. მე ველჯერ შევსწრები ვარ, რომ შტაბში და საუბარია, რომ აი ერთი ფუნიკულორიდან დაუშვათ, ან ფუნიკულორის დასაცავად 27 კაცი მოხსნათ აქედან და გვარებით და სახელებით. იმდენად უჭირდათ ცოცხალი ძალა. 22 სექტემბრისათვის მდინარე კოდორთან ფრონტის წინა ხაზზე თავი მოიყარა 1200-მა მეომარმა. მათი ნახევარი გამსახურდიას მომხრეები. სამთავრობო ნაწილებს სახმელეთო ჯარების სარდალი გენერალი გუჯარ ყურაშვილი ჩაუდგა სათავეში, ხოლო გამსახურდიას გვარდიას გურამ ლაკია ხელმძღვანელობდა. აჯუბშაში ჩემ წინააღმდეგ იდგა არაუმეტეს 150 კაცი და ასე იყო ბატონი ყურაშვილის წინააღმდეგაც. ერთიანი ისინი ერთიან ფრონტში შედიოდნენ, ხო? 300 კაცს არ აღემატებოდნენ ის. თლიანო. ყავდათ არაუმეტეს ერთი ტანკისა და ორი ბეტერი ჯავშანი ტრანსპორტიორის. ერთი შეხედვით მცირე რიცხოვანი მოწინააღმდეგის განადგურებას არაფერი სჭირდებოდა. მაგრამ ქართველებს ერთმანეთის უფრო ეშინოდა, ვიდრე აფხაზების და რუსების. ორივე შენაერთში დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თუ შეტევაზე გადავიდოდნენ, ზურგში ქართველისგან მიიღებდნენ ტყვიას. სოხუმში უკვე საშინელი პანიკა იყო. 100,000-ზე მეტი ადამიანი ქალაქში იყო მოწყდეული და სამშვიდობოზე ვერ გადიოდა. ყველა კოდორიდან მაშველს ელოდებოდა. სოხუმელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გუშინდელი მტრობა ყველამ დაივიწყა და განსაცდელის დროს ქვეყანა ერთიანდებოდა. ახლა სოხუმელების ბედი მხოლოდ ერთ ადგილას, ახალ დაბასთან წყდებოდა. 23 სექტემბერს ალყის გარღვევის ოპერაცია როგორც იქნა დაიწყო. გამსახურდიას გვარდიელებმა სწრაფად დაიწყეს იერიში და მალე მდინარე კოდორამდე მივიდნენ. სოხუმისაკენ მდინარის ფონით გასვლა უკვე შესაძლებელი იყო, თუმცა მოწინააღმდეგის ზურგში დატოვება ქართულ შეიარაღებულ ძალებს საფრთხეს უფრინდა. ლაკიას მეომრებმა სვლა აღარ განაგრძეს. რო გადასულიყავით, მარტო ყურაშვილს და ჩვენ ერთდროულად ვარ გადასულიყავით, მაშინ ჩვენ ისინი მოგვექცევოდნენ ფლანგში და არა ფრონტზე. გადასვლა შეიძლებოდა კოდორს, სანამ ის არ გაგვისტორდებოდა. თორე ფლანგიდან დაგვარწყამდა. ახლა გენერალი ყურაშვილის ჯერი იყო.
მის ნაწილებს უნდა დაეძლიათ არც თუ მრავალრიცხოვანი აფხაზური შენაერთის წინააღმდეგობა. ლაკიას რაზმელებთან ერთად შესულიყვნენ სოხუმში და ქალაქი გადაერჩინათ. თუმცა ყურაშვილის შეტევა წარუმატებლად დამთავრდა. ეს პირველი შეტევა იყო ყველაზე დამანგრეველი ჩვენთვის. ტრასაზე განლაგდა პრაქტიკულად ყველაფერი. პატარა ნაწილები მაინც დავტოვეთ ტამიშთან, ანუ არხულზე, ძველ კითხთან, იმიტომ რომ ხო შეიძლება მოწინააღმდეგეს კიდე სხვაგან ასე ვთქვათ, ზურგში დაერტყა ჩვენთვის, ხომ? და ძირითადი ძალა ეს იყო გვარდიის სატანკო, артиллериაც იყო, თუ არ მეშლება 4-4 ტანკი და საბრძოლო ქვეითი საბრძოლო მანქანა იყო. გვარდიის სპეცნაზი ეს ჩვენი მეგობარი ბიჭები იყვნენ, მან დაიღუპენ ზუსტად იმ დღეს. ორბი, თეთრი გიორგი ეს ნაწილები წავიდნენ შეტევაზე და შემდგომში ისინი პირდაპირ არ ვიცი რა დაქვია მარშით წაიყვანა შეტევაზე მიმხრით რო აანალიზებთ ეს იყო შეცდომა სწორედ ამ ბრძოლაში გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმი მთლიანად ამოწყდა მარცხი იმდენად დამანგრეველი იყო რომ გამოცდილმა ვეტერანმა მეომრებმა მოსმოსვლა დღის ბოლომდე ვერ შეძლეს შეტევა ჩაიშალა აი ამ დროს 23 სექტემბერს გროზნოში ზვიად გამსახურდია სოსო თორია დაიბარა და მოკლედ უთხრა მოემზადე საქართველოში მივდივართ როდესაც ეს სიტყვები წარმოთქვა ბატონმა ზვიადმა მე თხოვე 2 წუთი მოეცა ჩემთვის და იქვე რეზიდენციაში შევედი და ქაღალდზე დავწერე და მივაწვდი ბატონ ზვიადს რომ თან მე წინააღმდეგი ვარ თქვენ საქართველოს ჩასვლის შემომხედა და მითხრა რა არის იციო მე დიდი ხანია ვფიქრობ ამასეო და გადაწყვეტილი მაქვს და მოდი ამაზე არ ვიდაოთ თორემ ბევრდროს წაგვართმევსო ეს ქაღალდი დახია და უმას ჩაყა მე უთხარი რომ ბატონ ზვიად დადგება დრო და მე ვერი გამასამართლებს მე პასუხს ვაგებ ყველაფერ ამაზე და მე გადაწყვეტილი მაქვს და თხოვა ამაზე არ ვიდაოთ ეს ჩემთვის საკმარისი იყო ჩვენს შორის არ ყოფილა არასდროს შემთხვევა რომ ბატონ ზვიადს რამეს გამეორება დაჭირებოდეს ეს იყო ჩემი პრეზიდენტის ბრძანება და მიუხედავად იმისა რომ ეს ქაღალდზე დავაფიქსირე ეს ქაღალდი განადგურა დახია მონას ჩაყარა და მე საუბარი სხვა რაღაც წავიდა მიხვდა რომ ხასიათი წამიხდა და მომიყვა მეგრული ლექსები ბალადა მომიყვა მე არ მახსოვს და ლექსი მახსოვს პატარა ნაკვეთი მახსოვს ლირიული იყო ესეთი ის დამახსოვრე იმიტომ რომ ძალიან ღელავდი და შეუძლებელი იყო ის დამახსოვრება იმიტომ რომ ძალიან ღელავდი მე ხო ვიცი წავიდეთ საქართველოში რას ნიშნავს გამსახურდიას ეს ნაბიჯი დღემდე ყველაზე მეტ კითხვას ბადებს მაგას სჯეროდა რომ საქართველოს გაერთიანებინ სჯეროდა რომ ახალზე წარდაკავდა და ჩვენ ყველა გჯეროდა რომ ეს ასე იქნება რომ არა რუსების ემისარი ნამესნიკი რუსების შევარდნაძე ბრძოლოთ შევარდნაძე ამ დროს სოხუმში იმყოფებოდა და გამოსავალს ამაოდ ეძებდა იაყარყარაშვილმა სახელმწიფო მეთაურს უთხრა რომ ოდორზე გადავიდოდა და თვითონ უხელმძღვანელებდა ალყის გარღვევის ოპერაციას ფეხით 5 საათიანი სიარულის შემდეგ ყარყარაშვილი კოდორის იმ მონაკვეთზე გადავიდა სადაც ლაკიას რაზმელები იდგნენ გავლენცღე ძალიან ხელმძღვანელობა როგორ ვერ მოახერხეს გარღვევა საყვედურებიც უთხარი მარშრუტიც ვანახე რომ შეტევის მიმართულება ეს რატო არჩია წინასწარ გენო თუ მოწინააღმდეგე აქ იყო მარჯვენა მხარე შესულიყავი კითხსა და იმას შორის სიღრმეში და გაგეხლიჩა ტყვარჩელსა და ახალდაბას შორის კავშირი მოწინააღმდეგეს ეს პლაცდარი და საერთოდ დაიშლებოდნენ როგორც კი კავშირი გაწყდებოდა კითხსა და მოწინააღმდეგე გავლენცღე საშინაო შტაბი აკი ამითხავ შენ თუ არ დარჩი ესენი ვერ მოაბავენ ქაოსია რაღაცა ის ხლაგია მეგობარია ერთად ვიყავი და ერთად მრჩელობდნენ ამიხსნა სიტუაცია რა ხდება უნდობლობას ექს-პრეზიდენტის მომხრეებსა ჩვენ მომხრეებს შორის ერთი ამაძე ეჭვიანობდა ჩვენზე ეჭვიანობდა ჩვენი ნათი ჩახოცვა გვინდა მეორე ეჭვიანობდა რომ აი უკვე ზვიადის გადავიდა ზვიადის მხარეზე ყველა ჯარი და დამთავრებულია და ეს ეჭვიანობა იყო იქ მესამე საერთოდ იძახდა რომ ეს სისულელია სოხუმზე კი არ უნდა დავეხმარო ჩვენ ტყვარჩელი უნდა ავიღოთ ჯერ და ტყვარჩელი უნდა დავავხოთ მესამე საერთოდ მეოთხე ოჩამჩირე იძახდა ჩვენ ოჩამჩირე უნდა დავიცვათ ჩვენ არ გვაინტერესებს არც მიკითხია დავგეგმეთ ოპერაციას სადღაც 8 საათისთვის
8 საათისთვის თუ 6 საათისთვის. ოპერაცია და ხვალ დილით თუ არ მახსოვს იმავე ღამეს უნდა დამეწყო შეტევა აღარ მახსოვს ეხლა რომ უნდა დავიწყოთ ეხლა შეტევა ყველა ძალების მობილიზაცია გააკეთეთ. იმავე საღამოს შევარდნაძე რაცი დაუკავშირდა ყარყარაშვილს. თავდაცვის მინისტრმა უთხრა რომ დილით ალყას გაარღვევდა და ქალაქში შევიდოდა დამხმარე ძალებით. დილით ქალაქი ჩვენი აღარ იქნება, იყო შევარდნაძის პასუხი. ეცადეთ ახლავე დაბრუნდეთ უკან. ყურაშვილობის და ესო ბატონი მინისტრიო გიაო მოსულიო და ის გეწყვის რა უნდა გავაკეთოთ. გიამ ეს უიცილა ეს ბუშლატი და თქვა ბატონო გურამ სახონს უჭერს და ამიტომ მე ახლავე უნდა წავიყვანო ყურაშვილისგან 300 კაცი და 5 ტანკი. მე გავბრაზდი და რუსულ ნარევად მიმართე მას. თქვენ უგნური პაჟარნიკები ვიდარ გიხართ. წინ და უკან და ოპერაციის ჩატარებას გვიშლით. არაო ბატონო გურა ამ ხალხს მე წავიყვანო და თქვენ ფონზე თქვენი ბიჭები ნახეუეთ და თქვენ ფონზე გადავიყვანო და სოხოს მიშურება უნდა, ხოლო ამეღამ ოჩამჩლიდან დამატებითი ძალები მოვა და გაამაგრებს ყურაშვილს. მე ამ გაბრაზებულზე დავრჩი გენერალ ყურაშვილთან შტაბში და აბა ერთი ვინ მოვა ვნახო მეთქი. მოვიდა დაიწყენ მოსვლა და პატაკის ჩაბარება გენერალ ყურაშვილზე. პოლკოვნიკი ასეც ვიღაც მოვიდა. რამდენი კაცი ყავს ყურაშვილმა გაშალა როული და იწერდა ვინ და რამდენი კაცის მოვიდა 11. მაგრამ პოლკოვნიკი იყო ეგრეთ წოდებული ამათი პოლკოვნიკი იყო ამათი 11 კაცის სარდალი. შემდეგ მეორე მოვიდა ისიც პოლკოვნიკი იმას 14-ზე მეტი კაცი არ ყავდა. მოვიდა ერთი კიდევ პოლკოვნიკი რომელმაც თქვა რომ ბატალიონი გორდა 48 კაცი. აი ეს და ეს იყო რაც ყურაშვილმა მიიღო გაძლიერება. ყურაშვილს ალყის გასარღვევად 400 მეომარი დარჩა. შავნაბადას ბატალიონი პროცესავდა ზვიად გამსახურდიას მომხრეებისაგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანაყოფები კი სამტრედიას. ლოთიკობალიას 1000-მდე მებრძოლი ოჩამჩირიდან აბაშამდე იყო გაფანტული. 24 ბრიგადა 2000 მეომრით პოზიციებზე უსახმურად იდგა. 24 სექტემბერს ისე რომ რეალური შევსება არ მიუღიათ, ყურაშვილის ქვედანაყოფებმა კიდევ ერთხელ სცადეს ალყის გარღვევა. რამდენიმე ქვემეხი მოვიდა, ჩამოვიდა და ველოდით მახსოვს ვივართ ამ საბრძოლო კავშირგაბმულობის მანქანასთან და ველოდებით ახლა როდის დაიწყო ჩვენი артиლერია პოზიციის დამუშავებას მოწინააღმდეგეს და მე კარგად მახსოვს რომ რამდენჯერმე გავარდა და მახსოვს გაკვირვებულ მოკითხა ჭუბურიძემ ყურაშვილს სულ ეგ არის შენი артиლერია მომზდებაო და იქ პასუხი იყო რომ მეტი ჭურვები არც აგვაქვს. ანუ რეალობა საბოლოო ჯამში ვის რა უნდა დავაბრალოთ და ვინ ერთმანეთს რა უნდა დააბრალოს რეალობა ეგეთი იყო რა ჩვენ აღარ გქონდა შეიარაღება ტყვია წამალი ჭურვები მიხვდით და როგორც ხვდები პირველ შეტევაზე თვითონ უფრთხილდებოდა გუჯარ ყურაშვილი უფრთხილდებოდა რომ არ დაეხარჯა რაღაც ტყვია წამალი და ჭურვები იმიტომ რომ სოხუმში დაჭირდებოდა მიხვდით რა ხდებოდა ასე რომ ვერც გაამტყუნა. აი ეს იყო მეორე საარტილერიო მეორე შეტევის წინ საარტილერიო მომზადება და მე პრაქტიკულად იგივე გამეორდა რა. პრაქტიკულად იგივე გამეორდა, იმ განსხვავებით რომ უკვე ნაკლები ხალხი და ნაკლები ტექნიკა იყო და ეს ნაკლები ხალხმა, ნაკლებად ტექნიკამ შეუწია ისევ ამ ახალდაბალში გამაგრებულ მოწინააღმდეგეს და რა თქმა უნდა ისევ დამარცხდა. ვერ ავიღეთ ვერც მეორეჯერ. მაშინ, როდესაც სოხუმი უკვე უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. გროზნოდან სამოქალაქო თვითმფრინავი აფრინდა და საქართველოსაკენ აიღო გეზი. ბორტზე ზვიად გამსახურდია რამდენიმე ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. არავითარი კომუნიკაციები, არავითარი კავშირი მიწასთან ვიზუალურად მოვფრინავდით. ვიზუალურად, წარმოიდგინე, იფრინო ვიზუალურად,
რა მიდი დახვდება, სენაკში დახვდა ღრუბელი. პილოტები, რომლებიც გვახდა ბატონმა გურამმა პილოტები, რომლებიც წამოიყვანა, ამ პილოტებს ზევიდან სენაკის აეროდრომი არასდროს არ უნახიათ, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში სამოქალაქო ავიაცია ისე იყო მოწყობილი, რომ სამოქალაქო თვითმფრინავს არ უნდა გადაეფრინა სამხედრო ობიექტი და ზევიდან ვიზუალურად არც პილოტს ეს ნანახი არ ჰქონდა. და როდესაც კაბინაში იჯდნენ და მსჯელობდნენ, ილუმინატორში, ერთ ილუმინატორში ვიყურებოდი, მე და ბატონი თავი ქონდა მიდებული და მეუბნება ჩუმად. იცანი რამეო და მე ვთხარი, კი ბატონო ზიად, მე ვთხარი, ეს კორპუსი მენჯის კორპუსია, კურორტი მენჯი, რომ ვთხარი სენაკია. თავიდან რომ დავიშვი დაბლა და პილოტმა რომ დააპირა დაშვება. ვეშვებოდით იმაზე, კოპიტნარში. და მე ვთხარი, რა შვები ბიჭო, კოპიტნარია ეს და რა იციო და მე ვთხარი, სულ 25 დღეს მე ავიატორი ვარ, 12 წელი ვიმუშავე ავიაციიდან, ჩემი გაკეთებული თურმე დგას იგივე. მე ვთხარი, სენაკის აეროპორტში რა უნდა სულ 25 ხო და მე ვთხარი ის კოპიტნარია. ხო და ავიჭე ძალიან დაბლა ვიყავი ჩანსულები. უკვე ემზადებოდა მფრინავი დასაჯდომა. ის კოპიტნარი. აი წარმოგიდგენთ როგორ ჩამოვედით. აი ამ ხელა რისკი იყო ვიზუალურად ფრენა, ეს ფაქტიურად არის სიგიჟე, მით უმეტეს იმ არეულობის პერიოდში. დალაგებული ქვეყანაში არ აუშავს. გამსახურდია სენაკის აეროპორტში ჩამოვიდა. ზუგდიდის მთავარი მოედანი ხალხს ვეღარ იტევდა. ქალაქი ზეიმობდა. Almarjos ჩვენ ბრძოლას საქართველოს განასარჩენად, საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის. სოხუმი კი სისხლის განიცდებოდა. გამსახურდიას ჩამოსვლამ ის მყიფე ერთიანობა, რომელიც ჯერ კიდევ იყო, საბოლოოდ დაანგრია. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა შეიარაღებული ფორმირება მას უნდა დაქვემდებარებოდა, ხოლო შევარდნაძის ხელისუფლება უკანონოდ გამოაცხადა. ვინაიდან ხუნტას არ ყავს ნამდვილი სამხედრო სპეციალისტები, მათ ქუჩის მათანწალებს დაურიგეს გენერლობა, როგორც იცით. და ეს ეგრეთ წოდებული გენერლები ამ გენერლების წყალობით საშინელი ქაოტიური მდგომარეობაა ფრონტზე და ჩვენი შეიარაღებული ძალები რომ არ იყოს ბატონი ლოთი კოპალიას და ბატონი გურამ ლატიას მეთაურობით საბოლოოდ დიდი ხანია დაკარგული იქნებოდა აფხაზეთი, მაგრამ ჩვენ ახლა ვიღებთ ინიციატივას, მე გამოვეცი ბრძანებულება, რომ ყველა შეიარაღებული ძალები უნდა დამექვემდებაროს მე, მათ შორის ხუთის ძალები უნდა შეიქცას გაერთიანებული. ბატონი ლოთი კოპალიას და ბატონი გურამ ლატიას მეთაურობით და ჩემი ხელმძღვანელობით უნდა გაერთიანდეს ეს ერთიანი ფრონტი, უნდა შეიქმნას ერთიანი შტაბი და დაიგეგმოს ერთიანი მოქმედების გეგმა. ვინც ამაში ხელს შეგვიშლის, იმას გამოვაცხადებთ საქართველოს მოღალატედ. ჩვენ ვიძებენ ყოველგვარ საბოტაჟს, არ აძლევენ ტყვია წამალს, ტექნიკას ჩვენს მეომრებს, მაგრამ ჩვენ მაგათ ვაიძულებთ. ვაიძულებთ, რომ დაგვიტყონ ყოველივე ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის კანონით, სამართლით, როგორც კანონიერ ხელისუფლებას და კანონიერ ხელისუფლების შეიარაღებულ ძალებს. ზვიად გამსახურდიას ზუგდიდში ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი შეხვდა. მე ვთხარი, შენი გეგმა როგორია მეთქი? შევარდნაძე დაწერავენ, მე ვთხარი რუსები? ეხლა შევარდნაძე რო სოხუმს თუ დაეცა, შევარდნაძის ავტორიტეტი მიწასთან გასწორდება და შეგიძლია კი ბატონო ის დაამარცხა და პირისპირ ძალიან ნური ადამიანი ხდებოდა ზვიად გამსახურდიას მოხერხ, მაგრამ რუსები დაუშვებენ შენს თბილისში შემოსვლას. და ერთი რაღაცა მითხრა, რომ რუსებიო შევარდნაძის გაბრაზებული არიან და აბრალიანო იმპერიისო დამხუბავს და მე ვუთხრა იმპერია შევარდნაძემ დაამხუბა, არა იმპერია მედაში დავამხეთო, ასე მითხრა და მე პროსტავა მაგამ რუსები ამას აბრალიანო გერმანიის გაერთიანებას რაღაცებს და ამიტომ არ შეერევიო და მე ვუთხრა ზვიად მეთქი ეგ არის თან ვერიდებოდი ხა რომ მაინც პრაქტიკულად ვიყავი რამდენიმე კაცი საფარა ზვიათების გარემოში და ადამიანურად ძალიან ისე ვიყავი. იქ ვზნობდი სითბოს მისგან, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ ამი ისეთი არ წამომწდენოდა, რომ კაცი გაბრაზებული იყო და შემზე შვილი ეძიeda. მე ვთხარი, მე არ მგონია, რომ რუსებმა ეროვნული ხელისუფლებას გაამარჯვებინოს
შევარდნაძეზე მეთქი და ამაზე იფიქრე მეთქი რა. ჩვენო კავკასიის ფონდის შევქმნითო დუდაევთან ერთადო იქო დუდაევმა დაარიცხა 496 მილიონი დოლარიო. აი და ეს ციფრი დამოვხსნა, არ ვთქვი 500 მილიონი, არ ვთქვი 490 მაინც და მაინც 16-ის რიცხვი და არისო საერთოდო სერიოზულიო დამოკიდებულებებიო საქართველოს დაწინაურდესო კავკასიის რეგიონში ლიდერთა და ხდებიან ჩეჩნიელები. მაშინ, როდესაც ქართველ ერს როგორც არასდროს ისე სჭირდებოდა ერთიანობა, ბრძოლა სოხუმის გადასარჩენად კი არა, ხელისუფლებისათვის დაიწყო. რასაკვირველია ზვიადგამსახურდიას სურდა რევანში, რასაკვირველია ზვიადგამსახურდიას სურდა ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ ზვიადგამსახურდიას უნდა საქართველოს პრეზიდენტობა. და ის რომ აფხაზეთი ეს არის საქართველოს ქართული სამყაროს განუყოფელი ნაწილი, ეს ზვიადგამსახურდიას როგორც პოლიტიკოსის და პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიცია კი არ ყოფილა მხოლოდ. ეს იყო მისი პიროვნული ღირებულებითი სისტემის საფუძველი, მისი იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ მას ასეთი გათვლა ჰქონოდა, მას უნდოდა საქართველოს პრეზიდენტობა და აფხაზეთს იგი განიხილავდა, რა თქმა უნდა, საქართველოს განუყოფელ ნაწილად. მაგრამ ასევე აბსოლუტურად ობიექტურად განურჩევლად იმისა, რა მიზანი და რა გეგმა ჰქონდა ზვიადგამსახურდიას, მისმა დაბრუნებამ იმ მომენტში, როდესაც წყდებოდა სოხუმის ბედი, ობიექტურად შეასრულა მადესტაბილიზებელი ფაქტორის როლი და რატომ? იმიტომ რომ კვლავ შეიცვალა განწყობა. სამამულო ომის განწყობა შეიცვალა ისევ სამოქალაქო ომის განწყობით. კოდორთან უკვე აღარაფერი ხდებოდა. ოჩამჩირის შტაბში დიდი არეულობა იყო. გამსახურდიას მომხრე ოფიცრებმა და გენერლებმა ხელმძღვანელობა მთლიანად შეცვალეს. იყო თათბირი, სადაც ჩვენ გადაგვაყენეს როგორც ხელმძღვანელობა. მე როგორც ესე ვთქვათ კორპუსის მოვალეობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი იქ აღარ ვიყავი. რევანშისტულმა ხელისუფლებამ ჩაგვიტარა თათბირი იქ და გამოგვიცხადეს რომ ესე იგი ჩვენი პრეზიდენტი იყო გამსახურდია. რომ სახმელეთო ჯარების კი არა შეერაღებული ძალების შტაბის უფროსი იყო კუბალია, ლაკია იყო შტაბის უფროსი, სარდალი იყო კუბალია, ლაკია იყო შტაბის უფროსი და გუჯარ ყურაშვილი იყო სარდალი. როდის იყო ეს? სად იყო და ვინ ჩაატარა და ვინ ესწრებოდა ამ თათბირს ოჩამჩირეში ესწრებოდნენ ბევრი ისინი. ეს განცხადება გააკეთებინეს მაშინდელ მინისტრის მოადგილეს, აღარ მინდა ახლა ამის დაზუსტება, სხვა მიზეზების გამო, გააკეთებინეს. იყო ზეწოლა, ქონდა ჩეჩნების იმედი, რომ ჩამოვიდოდნენ ჩეჩნები და მიიღებდნენ კიდე მონაწილეობას ქართული ინტერესების დასაცავად, ასე ვთქვათ. ამის შესახებ ღიად საუბრობდნენ, რომ ჩეჩნები ჩამოვლენ და გვეხმარებიან. კი, ეს იყო ჩვეულებრივი. იყო აგიტაციები, პირდაპირ მაშინდელი პრეზიდენტი, ექს-პრეზიდენტი ანუ გამსახურდია დადიოდა და ატარებდა მიტინგებს შეერაღებულ ძალებთან, პოზიციებზე იქ ჩვენი ბიჭებისაც აიღონ და მოუწოდებდა რომ გადასულიყვნენ მათ მხარეზე. ამათ ძალიან დემორალიზაცია გამოიწვია. ზვიადგამსახურდიას ხელისუფლება მდინარე კოდორამდე გავრცელდა. ის 26 სექტემბერს კოდორზე ფრონტის ხაზის მოსანახულებლად ჩავიდა. ვათვალიერებთ ფრონტს, ვსწავლობთ სიტუაციას, ვებულობთ ზომებს და ალბათ მივახცევთ წარმატებებს. სოხუმის ჩაბარება ეს არის უდიდესი ღალატი საქართველოში, რომელიც ჩაიდინა უკანონო ხელისუფლებამ, როდესაც დასდო სოჭის ხელშეკრულება, მოაწერა ხელი კაპიტულაციას, სოხუმის დათმობას, დატოვებას და აფხაზური უკანონო ხელისუფლების შემოყვანას სოხუმში. ამაზე მოაწერა ხელი შევარდნაძის დავალებით გოგუაძე. კოდორზე ალყის გარღვევა ახლა მხოლოდ საკუთარ სიკვდილზე ხელის მოწერას ნიშნავდა. სოხუმში შევარდნაძე საბოლოოდ უნდა დამარცხებულიყო. იქ აღარც გამსახურდიას მომხრეები აპირებდნენ შესვლას და არც შევარდნაძის მეომრები. ყველა მიცოდა, რომ სოხუმის ბედი გადაწყდა. მერე გვიან იქნებოდა, მერე ჩვენი შვილები და ჩვენი ახლობლები ამოვაგდებენ სწავლის უპადა. მერე რა
გადაეცი, გადაგიკითხე რა მდგომარეობა, აქ არის დამთავრებულია ყველაფერი და დამთავრდება ყველაფერი და დამთავრდება სცენარში. თქვენ იცით, მე ჩემი ძირები იქაც არის და დამთავრდება ეს ყველაფერი. ეხლა არ არის ამის გარჩევის დრო. მე პირადად ჩემი ამბიცი თქვენ არასოდეს არ გქონდა. მე არასოდეს ჩემი პირადი ამბიცი არავინ არ მიწყვია და არც არ გქონდა თქვენ, მაგრამ თუ თქვენ რაღაცა დაგჭირდება და თუ შემეძლება მე ამოგიგები თქვენი. ეხლა საქართველოს უნდა ამოვიგებ ყველანი. მე ასე მგონია, მე გეუბნები დაცურა და დანარჩენი როგორც თქვენ გინდათ ისე გადავწყვეტეთ. მე ძალიან ვთქვით, ეხლა დადეკვადა ამის ულტიმატუმს თუ მიღებთ, მე ეს არ არის ასე დროს, ეს არის გამარჯვების დარტყმას ნიშნავს და ეს ვაჟკაცყალს არ ეკადრება გამარჯვების დარტყმა. ეხლა უჭირს საქმე და თუ მოდიხარ, ამოდით და გააკეთეთ საქმე და დანარჩენზე მე ვლაპარაკობ. მე ჩემი საქმე გითხარი და ათი თქვენი. ყველა ერთმანეთზე ეჭვიანობდა. რაღაც დაგიმოვ თვითონ გვარდიელები, ჩემი მეგობრები და ჩემი ძმაკაცები მეუბნებოდნენ, რომ გია ჩვენ იქითგან ზურგში ზვიადისტები ყავს. ჩვენებს ძველ გვარდიელებს, ვინც ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ ომობდნენ, ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ იმათ ეჭვი ჰქონდათ, რომ უკვე ზუგდიდში ზვიადგამსახურდია ჩამოსული იყო, ზვიადგამსახურდია უკვე ჩამოსული იყო, უკვე იქ შიდა რევოლუციური პროცესები მზადდებოდა, ჩვენ ძველ გვარდიელებს ეშინოდათ, რომ აი უკვე ცოტა ხანში შევარდნაძე დაეცემა ზვიადი მოვა ხელისუფლებაში და ჩვენ ძველებს გვაქცევენ აქ ალყაში. ეს მე პირადად მელაპარაკნებ. გამარჯობა. გამსახურდიას მეომრები ამბობდნენ, რომ შევარდნაძე რუსებს სოხუმს შეგნებულად აბარებდა. ქალაქში კი მხოლოდ მათი შეტყუება და განადგურება უნდოდა. ასეთი მსაკრული შევარდნაძეს ექნებოდა, ასეთი მსაკრული გეგმა, რომ ეს დაჯგუფება, ჩვენი დაჯგუფება, რომელიც წარმოადგენდა დაარტყმეს ძალას, ხო? იმიტომ რომ შიშარა არ წამოვიდოდა ფრონტზე. შიშარა სადმე დარჩებოდა უკან და იქ იყო, ესე იგი, იმ ძალებიდან რაც ყავდა ნაღები ხალხი, ეს 650 კაცი თქვა. და აქედან გამომდინარე, თავარ ძალას განადგურება შევარდნაძეს მოუვიდა და ამისთვის იყო გამოგზავნილი ყარყარაშვილი. ამისთვის იყო, მაგრამ ყარყარაშვილს ეყოფოდა თუ რა მიჭკვა არ ვიცი, მაგრამ ეს იქნებოდა შევარდნაძის ჩანაფიქრი. ამისთვის იყო დასუსტებული იმ დონემდის, რომ ვერ გაარღვევდა წინააღმდეგობას ყურაშვილის დაჯგუფება და ჩვენ, ესე იგი, ჩავხოცავდნენ იქ. სოხუმი გაიწირა. ყველა შეეგუა იმას, რომ ქალაქი დაეცემოდა. მშვიდობიანი მოსახლეობა და უკანასკნელი პატრიოტები, ვინც იქ საქართველოს იცავდნენ, პოლიტიკური თამაშების მსხვერპლად იქცნენ. დაუში ზემოთაზე. ზემოთაზე. ვაი, ოუახში. ზემოთაზე საიტარი მუშაობს ამით. ამით აი ბაგისე გამოგოდი. ლონდონსა ვაიმ დღეებში კობალიასთან გამართულ საუბარს იხსენებს. ერთი თხოვნა გვაქვს, რომელიც უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია ყველა ქართველი კაცისთვის. რომ არის აქ დაახლოებით 180 ეს ციფრი სულ მიტრიალებს თავში, ასე იყო მაშინდელი ჩვენი ანალიზი. 180,000 კაცი, ქალი, ბავშვი, მოხუცი, ინვალიდი, დაჭრილი, რომ იქნებ გაარღვიოთ ეს კოდორის ხიდის ზღუდე, იქ არ არის დიდი ძალა და გაიყვანოთ მოსახლეობა. აი მესი შეპირება, რომ გასაგებია, მე ასეთი ვითარება და ასეთი მოთხოვნა თუ იყო ბოლომდე არ ვიცოდიო. ერთ საათში დაახლოებით 5,000 კაცი მძიმე ტექნიკით წამოვალ სოხუმში დასახმარებლად. 1-2-3 საათის შემდეგ უკვე რომ დავრწმუნდი მე შინაგანად რომ აქ არავინ არ იყო დასახმარებლად მოსული, მოუბრუნდით უკან, მე ხელახლა ავკრიფე ყურმილი, როცა ვიკითხე მე ბატონი ლოთი მინდა მეთქი. ლოთი წავიდაო სენაკში, ზუგდიდიდან სენაკში, არა სოხუმის მიმართულებით, არამედ საწინააღმდეგო მიმართულებით რაღაც საქმეზე. სოხუმში უკანასკნელმა ბატალიონებმა ფრონტის ხაზიდან დაიწყეს მოხსნა. ყველაფერი დამთავრდა. თუ შევარდნაძე ცოცხალი გადარჩებოდა, სოხუმი მის პოლიტიკურ სასაფლაოდ მაინც უნაქცეულიყო. ხიდზე ვდგავარ და გავიხედე 3-4 ჯარისკაცი მოდის გუმისთის მხრიდან, სოხუმის ცენტრიდან.
მოდის ავტომატით და რაღაც მოდიან ისე რომ არც გარბიან ძალიან შვიდი სიარულით მოდიან. ბიჭო, სად მიდიხართ? მე ვთქარი, მე ხო ვიცი რომ აი ეხლა იქ საუბარი იყო რომ თქვათ რაღაც გვარები იყო დასახელებული, მოდი ესენი გადავისროლოთ აქ. და ამ დროს სამი ჯარისკაცი რატომ მოდის თავისუფლად სიგარეტის წევი და საუბრით გამიკვირდა, მაგრამ 3-ს მოყვა მე 15 და მე 50 უკვე ტყვიამფრქვევი მოაქვს ვიღაცას უფრო რაღაცა ისეთი საარტილერიო და ის საშუალება და ყველას რო ვეკითხები პრიკაზია მეუბნება. ერთ სიტყვას მიპასუხობს უკვე და პრიკაზია. და ძალიან რაღაც ცუდი გზნობა დამეუფლა. ხო მე არ ვიცი რა ხდება, მაგრამ მე ხომ შტაბში ვარ, ნუ აქ არის ცენტრალური მთავარი შტაბი. სადაც ყველაფრის მართვა და აქ სიტუაცია სხვა არის და ეს პრიკაზია რომ ამბობენ და ამდენი ხალხი უკვე 1-200-ზე მეტი ხალხი ადამიანი დავთვალე. მოდიან გუმისტის მიმართული ჯგუფ-ჯგუფად. გუმისტიდან, ხო. და მე გავიქეცი შტაბში და რო შევედი, ხმამაღლა ვთქვი, მე შევარდნაძის მიმართებ, ბატონო ედუარდ, მოდიან გუმისტიდან ბიჭები, უკვე ჯგუფ-ჯგუფად, უკვე ვიღაცას რაღაც ტყვიამფრქვევი მოაქვს და ავტომატები ასე შემდეგ და ამბობენ რომ პრიკაზია მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ რომ ყველამ გაიკვირვა, იმიტომ პირველი ინფორმაცია აი აქ მე მოვიტანე. არავინ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. ბოლოს უკვე ხო გეონებით უკვე პოლიტიკურად ყველა სამხედრო პირი რიგითიდან დიდ უმაღლეს სიმამდე უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებდა. ეს არ იყო ღალატი, ბატალიონები რომ მოესწნენ. მე ესე ვახსენე და მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ზოგი თვლიდა რომ ხელისუფლებამ გაყიდა აფხაზეთი და ამიტომ წავიდეთ, ზოგი თვლიდა რომ უკვე ზვიადი მოვიდა და ამის დრო წავიდა და ამიტომ მოვიხსნათ და წავიდეთ. ზოგი თვლიდა რომ უკვე აზრი აღარაა დაცვას. აი ეს მე ესე ვაფასებ და არა ღალატად რომ ვიღაცა შეეშინდა და ამიტომ გააკეთა. ნამდვილად არ ყოფილა, იმიტომ რომ მახსოვს აი დამამცირებლად ცინიკურად როგორ წყობრად ჩაუარეს ამათმა და დაანახეს სოხუმელებმა რომ ჩვენ მივდივართ. ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი თვითმფრინავით დატოვა. ქალაქი დაეცა. აფხაზებმა, რუსებმა და ჩრდილო კავკასიელებმა იქ სასაკლაო მოაწყვეს. მათ ტყვე დაიყვანეს და დახვიეს აფხაზეთის მთავრობის თითქმის მთელი შემადგენლობა. მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შატავა. ქალაქში თუ კი სადმე ქართველს დაინახავდნენ, წამებით კლავდნენ. ჯარმა და გაქცეულმა მოსახლეობამ გეზი კოდორის ხეობისკენ აიღო. ისინი სვანეთიდან შემოვლითი გზით ცდილობდნენ სამშვიდობოზე გასვლას. თუმცა განწერულ ადამიანებს წინ ახალი განსაცდელი ელოდებოდათ. უღელტეხილზე გადასვლისას უამრავი ადამიანი გაიყინა და გარდაიცვალა. ვინც ცოცხალი გადავიდა, ქართველმა ყაჩაღებმა პირწმინდად გაძარცვეს. ახლა ზუსტად გამსახურდიას ბრძოლა იწყებოდა. ახლა მას უნდა გადაერჩინა აფხაზეთი. ის შევარდნაძის მსგავსად არ უნდა დამარცხებულიყო. გამსახურდიას უნდა დაემტკიცებინა, რომ ის იყო საქართველოს ღირსი და არა ედუარდ შევარდნაძე. 26 სექტემბერს გამსახურდია ოჩამჩირის შტაბში მივიდა და თათბირი გამართა. მაგრამ მოაწერა ხელი პირდაპირ სოხუმის ჩაბარებას ახლა. აი მითხარით ვინ არა ვარ ამაში სწორი. აბა მოაწერა ხელი თუ არა მაგან რომ ყველა შეიარაღებული ძალა ქართული გამოყვანილიყო სოხუმში. მოაწერა ამას ხელი? ხო მოაწერა. მოაწერა თუ არა ხელი რომ მთელი ტექნიკა გაყვანილი ყოფილიყო აფხაზეთიდან. ხო მოაწერა. მოაწერა თუ არა ხელი რომ არძება დაბრუნებულიყო სოხუმში. მოაწერა. გეკითხები. მოაწერა. ეხლა რას ყვირის, რას ყვირის? რაზეც მაგან ხელი მოაწერა ის შესრულდა. შესრულდა და მორჩა. და დახოცა. სხვას აბრალეს. ხოდა იძახის რომ აი ესენი ოჩამჩირის ფრონტი არ მომეხმარაო, არ შემოვიდენო დროზეო და
ესე იგი ესენი მოღალატეები არიან. ინფორმაციას არ აქვს ამის. თვითონ არის მოღალატე, მაგრამ ჩააბარა სოხუმი და ეხლა მაგას არ მივცემ ჩვენ საშუალებას რომ ჩააბაროს ეხლა ოჩამჭირის რაიონი. მაგას არ მისნებას არ მივცემ. და იმასაც დავებრუნებ. თუ ჩვენ ერთად ვიქნებით. აი გეუბნებით მე. მე არ მოშორდები აქ ესე იგი სულად ვიქნები ეხლა და ჩემზე არ ვცელები ეხლა წორებს იძახის რომ არ წახვიდეთო არიორმოთ აფხაზეთში. მე ჩემი ხალხი არ არის რამოდენად ძალები შემოვიდნენ. ხოდა ისევ არ არის და იძახის რომ წავიდეთ თბილისი ავიღო. ტელევიზია კიდე მოღალატე ტელევიზია ისე თბილისი რა თვინა ხო თუ აფხაზეთში. თუმცა როგორც გამსახურდიას მომხრეებმა არ იბრძოლეს სოხუმისათვის, ახლა შევარდნაძის მეომრები არ აპირებდნენ ოჩამჭირისათვის ბრძოლას. ისინი გამსახურდიას წარმატების მონაწილეები არ გახდებოდნენ. როლები შეიცვალა. მე დავინიშნე ამ გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მეთაურად. და გენშტაბში დაინიშნა ქურამ ლაკია. ამ დროს ვიღებდით პასუხობობას ჩვენ. აი სოხუმის განთავისუფლებაზე. მაგ შესაძლებლობა ბრძანება და თხოვე ახლა ნუ ოჩამჭირის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას რომ ჩვენი შეთანხმება რომ დაძრულიყო ადგილიდან და უნდა გაგვეხორციელებინა ეს იყო 27 სექტემბერი 27 სექტემბერი ხო და წინამძღოლ შემთხვევაში თქვენ დაგიხსნებათ მოსალოდნელი ის უბედურება დაცვაში უნდა წამიწერა ამ განსაზღვრების მაგს ამ ზაების უნდა წამიწერა ჩვენს საიმაში ნუ ჩაერევი საქართველოს შეიარაღებული ძალები ყოველთვის ვახერხებენ ყოველგვარი უბედურებებით არის დაღწევას ჩვენ საქმეში ნუ ჩაერევი კატეგორიულად კატეგორიულად რა იყო ეს მე ვერ გავიგე ჩვენ შეთანხმებული ვიყავით რომ გავერთიანებული ვიყავით შევთანხმდით ამაზე პასუხობას ვიღებდით ჩვენ და ამ დროს მეუბნება უარს უკვე როდესაც აქტიური ძალება მიდიოდა ალბათ მიიღო იქიდან შეგვეთა შევარდნაძეზე ახალი სარდლობა სოხუმიდან უკან დახეულ ჯარისკაცებს ელოდებოდა. მცირე ნაწილი მართლაც გადმოვიდა მდინარის სხვადასხვა მონაკვეთებზე, თუმცა უმრავლესობა სვანეთისაკენ მიემართებოდა. სოხუმი დაეცა, ბრიგადა მიდის სვანეთით. გენშტაბის ოფიცრები გადმოდიან კოდორს და მოდიან ოჩამჭირეში. კორპუსის მეთაური უაზიკით გადმოდის კოდორს და ჩამოდის ოჩამჭირეში. ვინმე დამიმტკიცოს ის, რომ იყო სამხედრო გადაწყვეტილება, რომ გაგზავნეს 23 ბრიგადის სვანეთით. და შტაბი გენშტაბი გადმოდის ოჩამჭირეში. რა სამხედრო გადაწყვეტილება, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. და მეტი არაფერი. დაეცა სოხუმი, მაგრამ შეხვა გაგ სოხუმის მერე გულირვის რაიონი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორია, გაგ ოჩამჭირის რაიონი, გაგ გალის რაიონი. რა ხდება? ეს იყო სულთა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 23 ბრიგადი გაუშვეს სვანეთში და კორპუსის მეთაური გენშტაბის ოფიცრები ყველაფერი მოდიან ოჩამჭირეში. მე არჩერდებიან ოჩამჭირეში. ისინიც არჩერდებიან ოჩამჭირეში. თუმცა გააქვე ორი ტერიტორია დარჩენილი. ოჩამჭირის რაიონი და სოხუმის რაიონი. ეს გალის რაიონი და ყავს 24 ბრიგადა. არ არჩერდებიან გენშტაბის ოფიცრები ოჩამჭირის არჩევი კორპუსის მეთაური არჩერდება. გამოიძახეს თბილისიდან ვერტმენ დაეждენ ვერტმენზე და გაფრინდნენ თბილისში. რა გადაწყვეტილება? ესა სამხედრო გადაწყვეტილება თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება? ეს არის სულთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამხედრო კაცი ასე არ იქცევა. მაშინ, როდესაც აფხაზები ოჩამჭირეს უახლოვდებოდნენ, გამსახურდიას მომხრეებსა და სამთავრობო შენაერთებს შორის კინაღამომი დაიწყო. ნადირობა დაიწყეს ჩვენს. ყველაფერი გავაკეთეთ და ძალიან დიდი დამსახურებაა იმისა, რომ იქ სამოქალაქო ომი არ დაიწყო ჯემალ ჭუმბურიძის. ყველაფერი იღონა მაგ ადამიანმა, გენერალმა ჭუმბურიძემ, რომ იქ სამოქალაქო ომი არ დაწყებულიყო. რა ბრძოლაზე, რა გადასვლაზე იყო ლაპარაკი შორენ, როდესაც ჩვენ პოზიციაზე ვდგებოდი უკან რევანშისტული ძალები გვიდგებოდნენ. ისინი არ ფიქრობდნენ წინ წასვლას. მან დამოცანა იყო ჩვენი შეიარაღებული ძალების ან სოხუმში შეშვება,
ან განიარაღება ადგილზე. ეს ამოცანა ჰქონდათ მათ და ისინი ასრულებდნენ ამ ამოცანას. თუმცა კი ბოლოს ეგ არ გამოუვიდათ. პირველი საარმიო კორპუსის ნარჩენები გადმოვიდნენ სვანეთის გავლით. ტექნიკაც გადმოიყვანეს და ქუთაისთან დადგნენ. აი ეს იყო. ჩვენი კოლონა რო გადიოდა, სწორედ მაშინ ჩაგვიარა ოჩამჩირის ბრიგადის კოლონამ. იმ 16 დავითვალე აღარ მახსოვს, ამ 14 ან 16 იყო ტანკი, იყო 4 გრადი, კიდე ქვემეხები იყო. აი ის ტექნიკა, რომელიც შეიძლება სოხუმს მართლა სერიოზულად მიხმარებოდა. პირველი 3-4 დღის განმავლობაში იქ რო ჩასულიყო. ხო, აი ესა ჩაუვარეთ ორმა ქართულმა ჯარმა ერთმანეთს. ესენი მიდიოდნენ არა ოჩამჩირის დასაცავად, არამედ ზუგდიდისკენ და მათი ავანგარდი უკვე უტევდა ფოთს და შავდამბარის ბატალიონს ებრძოდა და ესენი ანუ ჩვენ მივდიოდით ჭუბურხინჯით სვანეთისკენ, სვანეთის გავლით რომ იმერეთს ჩამოსულიყავით და აი ამათ დავპირისპირებოდით, ანუ ისევ ქართველი ქართულს. იქ შვიდად როგორც ცივი სახეებით ჩაუვარეთ ერთმანეთს. ამ 200-მა კაცმა და იმ ბრიგადის ნაწილებმა. ეგ არის რეალობა და ეხლა ეგ დროს თან როცა ტყვია წამალიც გითავდება და აღარა გაქვს სოხუმს როგორ დაიცვა. მე მივმართა მთელ მსოფლიო საზოგადოებრივობას, რომ საქართველოში ხდება ქართველი ერის გენოციდი, ქართველი ხალხის გენოციდი და აღიმაღლონ ხმა ყოველივე ამის წინააღმდეგ და დაგვეხმაროთ. ზვიად გამსახურდიას ოჩამჩირეში იგივე ელოდა, რაც შევარდნაძეს სოხუმში. 28 სექტემბერს, როდესაც გამსახურდია ხობში მიტინგს მართავდა, ქოვალია ვერტმფრენით ჩაფრინდა ოჩამჩირიდან. ვითარება საგანგაშო იყო. მაგრამ გამსახურდია ვეღარაფერს შეცვლიდა. იქ ვითარება უმართავი იყო. ოჩამჩირესა და გალის რაიონში საშინელი პანიკა იყო. პანიკა გამსახურდიას ჯარსაც გადაედგა. ოჩამჩირი და გალი 2 დღეში დაიწყალა. არ იყო ჯარი არ იყო. თავარი ჯარი დასამართები იყო სოხუმში. სოხუმში დაეცა ეგ გალი როგორ გავიგებდა მას. სოხუმის დაცემის შემდეგ მე როგორც სამხედრო გეუბნებით ჩვენ საერთო ძალებს შეეძლო ყოდოს არ გადმოსულიყო მტე და ვერ გადმოვიდათ. მის გეგმაში ეს არ შედიოდა. იმიტომ რომ მან იცოდა ჩვენი ერთად ბრძოლა ჩვენ გაგვაერთიანებდა და ის ვერ გახდებოდა იმ ვერ დაეუფლებოდა იმ სკას, რომელიც შემდგომ კიდევ 10 წელი ჰქონდა შენარჩუნებული. აფხაზები მდინარე ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვარს მარში თუ ახლოვდებოდნენ. ორი ქართული ჯარი კი პოზიციებს სამტრედიასთან იკავებდა. მათ აფხაზეთისთვის არ ეცალათ. გამსახურდიას და შევარდნაძეს ერთმანეთთან საბოლოოდ უნდა გაესწორებინათ ანგარიში. მაშინ, როდესაც აფხაზები ენგურის ხიდზე გამარჯვებას ზეიმობდნენ, ქართველები ისევ სამტრედიასთან ესწროდნენ. სამოქალაქო ომი ყველაზე დიდი სისასტიკით გაგრძელდა. გადამწყვეტ მომენტში შევარდნაძეს მხარი რუსმა სამხედროებმა დაუჭირეს, რის სანაცვლოდაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შევიდა. 7 ნოემბერს სამთავრობო ჯარები ზუგდიდში შევიდნენ. ამ ომის დროს სამეგრელო მთლიანად გაძარცვეს და ააწიოდეს. ზვიად გამსახურდიამ თავი ჯერ აფხაზეთს, შემდეგ კი სამეგრელოს შეაფარა. ოფიციალური ინფორმაციით 31 დეკემბერს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამოქალაქო ომი დამთავრდა. ზვიად ვარჩევსონი მაშინ ოჩამჩირეში, ჩესამბერში ოჩამჩირეში, ომი შეიძლება არ წავედა, შეიძლება ავიდებდეს კიდეც. შეიძლება არ გავზელებული ომი.
ყველა შეუძლია რაღაცა. ეს იყო რევანშის სურვილი. კაცი თავი შეეწირა საქართველოს. რევანშის სურვილი იყო. კაცი მოკლეს, შეეწირა საქართველოს და რევანშის სურვილი იყო. იცით რა არის? ჩვენ ყველა მივდიოდი. მე რამდენი თვია მაქვს დამზე. სულ არ მანაღლებდა რომ ვკდებოდი. სულ არ მენაღლებოდა. მივდიოდი, ყველა მიმყავდა, ჩემი ოჯახის წევრები და ყველა. მიმყავდა, მივდიოდი, იმიტომ რომ მინდოდა საქართველოს ტერიტორიამ დამოწვა. მინდა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ნაკლო მქონდა რომ დამდგარიყავი, ყოფილიყავი დამოკლებული საქართველოს მოქალაქე და ჯარისკაცის სასხანაში დამდგარიყავი საქართველოს საზღვარი. ეს იყო ჩემი მოწონება, სხვა დანარჩენი არაფერი. ახლა იყო თქვენ მეთქვით რომ აი შენ აი რევანში მე ვერ დაგეთაყვები ამას. ჩვენ იმიტომ რომ შევეწირით ამას. ყველაფერი მქონდა მე 99 წლამდე ყველაფერი მქონდა. მე არაფერი არ მაქვს. და დღესაც თუ საჭიროა ყველაფერს გავიღებ. იმის ამის გულისთვის. დანარჩენი სხვა მართლა არ მაინტერესებს. დღეს რომ მიდის ხელისუფლების მაშინ იყო საქართველოს დამოკლების ბრძოლა. დღეს მიდის ხელისუფლების ბრძოლა. მე არ მაინტერესებს არ ვერევი. ასად არ ვერევი, იმიტომ რომ ძალაუფლება ხელისუფლება არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ერთადერთი საქართველოს ერთიანობა. დამოკლება მის. ხო, მოჩა გადავ. მე რას გენდას იმას მეთქვით კიდევ რასაც ინასვილი იქ არ მაინტერესებს. არ არის ჩემი პროფილი, არ არის ჩემი კატეგორია, მე არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას. არ მაინტერესებს. ეს დაპირისპირების ფაქტი გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ყველაფერი რაც მოხდა სოხუმის დაცემა, იქიდან გასვლა სოხუმიდან, მოსახლეობის, მშვიდობიანი მოსახლეობის ეს განუმეორებელი გოლგოთის გზაზე სიარული კოდორის ხეობაში. ეს ხომ არ ვიცი რა, მე ამის ანალოგიც არ მახსოვს და იქ ბავშვები როგორ იყინებიან გზაში და ამ სიცივეში მშიერი მწყურვალი როგორ მიდიან და ამდენი დავტოვეთ ჩვენ იქ ჩვენი თანამოქალაქე და თანამემამულე სამწუხაროდ სვანეთის მთებში. აი ამ პერიოდში 1988 წლიდან 1993 წლამდე ამ 5 წლის განმავლობაში, როდესაც დაიშალა კაცობრიობის ისტორიაში უკანასკნელი იმპერია და როდესაც თითქოს და საუკეთესო თვისებები უნდა გამოგვემჟღავნებინა, სამწუხაროდ გამომჟღავნდა ყველაზე უარესი თვისებები, რომელთა ჩამოთვლა ალბათ შორს წაგვიყვანს, მაგრამ ალბათ ერთი კრებითი სახელი აქვს ამას ყველაფერს, ეს ერთიანდება ერთ ფენომენში, ეს არის სახელმწიფოებრივი კულტურის დეფიციტი. აი ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ აი რუსეთის სპეცსამსახურები, რუსული სპეცსამსახურები, იგივე გერეო, კგბ, ყველა რესპუბლიკაში მოქმედებდა, მაგრამ რატომ ვერ შეძლეს სხვაგან აი ასეთი ვითარების შექმნა, ასეთი ქაოს დატრიალება, ასე ვთქვათ, რატომ ვერ შეძლებს სამოქალაქო ომის პროვოცირება, რატომ ვერ შეძლეს ისეთი ფიგურების გამოყვანა ასპარეზზე, რომლებიც თავის პირად ინტერესებს დააყენებდნენ ერის და სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა. ალბათ იმიტომ, რომ იმ ერთა და იმ საზოგადოებათა სახელმწიფოებრივმა კულტურამ, სახელმწიფოებრივმა ინსტინქტმა იქ არ მისცათ ამის საშუალება. აფხაზეთის კონფლიქტი, რომელსაც პარალელურად არანაკლებ დაუნდობელი და სისხლიანი სამოქალაქო ომი ახლდა, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული ფურცელია. ამ ომმა ერთნაირად აჩვენა როგორც თავგანწირვის, პატრიოტიზმის, ერთიანობის, ასევე უნდობლობისა და ქართველებს შორის სიძულვილის კონტრასტული მაგალითები. ამ ომის შესახებ კიდევ დიდხანს გაგრძელდება დავა და აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა დისკუსიის დროს ერთ საკითხზე ყველა მაინც თანხმდება. ომი ჯარისკაცებს არ წაუგიათ. მათ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ბანაკში იყვნენ, იერარქს ხელი პატრიოტული გრძნობებით მოკიდეს და სამშობლოს სამსახურში ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღეს. ომი ხელისუფლებისთვის მებრძოლმა პოლიტიკოსებმა წააგეს. ძალაუფლებისთვის ბრძოლის შედეგად საქართველომ მიიღო 300,000 დევნილი, სვანეთის გზაზე გაყინული 400-მდე ქალი, ბავშვი და მოხუცი. 10,000 დაღუპული ჯარისკაცი და რიგითი მოქალაქე. ცოცხლად დამარხული არაერთი ქართველი სამხედრო ტყვე და სასაკლაოდ ქცეულ სტადიონებზე საჯაროდ დახვრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობა. მიწასთან გასწორებული ქალაქები და სოფლები.
1994 წელს აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალები შევიდნენ. მათ დევნილთა დაბრუნებისა და საქართველოს იურისდიქციის აღდგენისთვის უნდა შეეწყოთ ხელი. თუმცა რუსეთმა საზღვარი მდინარე ენგურზე მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გაავლო, რომ აფხაზეთში ქართველი აღარასოდეს შესულიყო.